მე ვარ ალეკო ცერცვაძე დათოს გუნდის წევრი. აი ალეკო ცერცვაძე არის ის მოვლენა, რომელზეც მე უკვე სხვა თვალსაზრისით ვამაყობ, იმიტომ რომ ბრმა კასტინგებზე ძალიან შეუჩნევლად შემოვიდა. მე გვახსოვს დუელზე როგორი სახეცვლილება განიცადა უკეთესობისკენ და 19 წლის პატარა ბიჭია, რომელიც აი ყველაზე მოსწავლე. ალეკოთი ვამაყობ რა ერთი სიტყვით, რომ იზრდება. მრავალი ფუნქცია აქვს ჩვენში. ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ, შევაფასოთ, დავაფასოთ, ხალხს შევაყვაროთ. მე ვმღერი დენიელ ბედინგფილდის If You're Not The One. პირველი მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ ეს უნდა მემღერა, ძალიან მომეწონა ეს სიმღერა და ვფიქრობ, რომ მიხდება ჩემ ხმას ტემბრალურადაც უხდება და სტილისტურადაც. დათო არის ძალიან შრომის მოყვარე. ჩვენში საერთოდ გუნდის ყველა წევრში, ნუ ამას პირადად ჩემზე ვიტყვი, რომ უდიდესი შრომა ჩადო თითოეულ ჩვენგანში და ეს საერთოდ გუნდშიც უდიდესი შრომა აქვს ჩადებული. არ ვიცი, ყველა ადამიანს თავის გემოვნება აქვს. შეიძლება მე ვიღაცის გემოვნებაში ჩავждე და იმიტომ მომეწონა. განსხვავებული ხმაც მაქვს ალბათ და მაგიტომაც შეიძლება ყველას განსხვავებული ხმა აქვს ზოგადად ამ პროექტში და ჩემი განსხვავებული ხმა შეიძლება ვიღაცას კარგად მოხდეს გულზე და ყურზე და მოეწონოს აქედან გამომდინარე. კაია. თავარი. ჰა? კარგია. კარგია, ეხა ბექები დაგვეხმაროს მაგ ფალცეტში, მქონდა რომ ეს სხვა სიმღერა უფრო ჩქარი, უფრო ისე, მაგრამ ესეც გადავაკეთეთ რაღაც ჩვენი ვერსია. თავარი ცირა არის რომ ეს ვერსიები არის ჩვენი. იმ ადამიანებს, ვისაც პროექტის განმავლობაში მოეწონა ჩემი სიმღერა, პირველ რიგში მადლობას გადაუხდი ამის გამო და თუ ამ მოწონება და სიმპათიას ჩემი მიმართ გამოხატვა დახმარებაში ვპირდები რომ უფრო უკეთეს შევთავაზებ შემდეგ კონცერტებზეც, იმიტომ რომ ვთვლი რომ ჩემი თავი ბოლომდე არ გამომიჟღავნებია ჯერჯერობით. თქვენ წინაშეა ალეკო ცერცვაძე სიმღერით If You Are Not The One. If you're not the one, then why does my soul feel glad today? If you're not the one, then why does my hand feed yours this way? If you're not for me, then why does your heart return my call? If you are not mine, would I have the strength to say at all? I never know what the future brings, but I know you're here with me. We'll make it through, and I hope you are the one I share my life with. I don't wanna run away, but I can't take it. I don't understand. If I'm not made for you, then why doesn't my heart tell me
'cause I miss you. Body and soul so strong that it takes my breath away, and I breathe you into my heart, and I pray for the strength to stand away, 'cause I love you, whether it's wrong or right. And though I can't be with you tonight, you know my heart is by your side. I don't wanna run away, but I can take it. I don't understand. If I wasn't meant for you, then why doesn't my heart tell me that I am? Is there any way that I can stay in your ალეკო ცერცაძე! ბრავო ალეკო! მაგარი ხარ. მოდი, როგორც წესია, ესე მივყვები, ხო? დათო შენამდე მოვალთ, მერაბისგან დავიწყეთ. შეგვიფასეთ ჩვენი ახალგაზრდა ახალი ხმა ალეკო ცერცაძე, თუ შეიძლება ბატონო მერაბ. მე მინდა თქვა ძალიან ჩემი ესეთი კეთილგანწყობა მის მიმართ ზოგადად მერაბ, კარგები ლაპარაკი, იმიტომ რომ გოგოებს ისე მოწონთ ესა რომ და იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა. არა, როგორც აღმოჩნდა, მარტო გოგოებს არ აქვს, აქვს მას ალეკოს აქვს რაღაც ისეთი, რომელიც აუცილებლად ჭირდება საზოგადოებას და მაყურებელს. აი ის ზუსტად ის ქარიზმა ქვია, რა ქვია ამას, არ ვიცი. აი ის რაც მოწონს ხალხს, აი ეს აქვს ზუსტად ალეკოს. რა და მოვთხოვს. თავის ფორმა. ნინო, აგვიხსენი რა მოწონს ხალხს? რა მოწონდა პირადად მე ალეკომ მომხიბლა იმითი რომ თან ესე გიმღერებდა ეს, გიმღერებდა. პირველივე დღიდან გარდა იმისა რომ კარგად მღერის, იმდენად პოზიტიური, კეთილი, დადებითი ადამიანია, კარგი, გაზრდილი, სიმპათიური, რომ არ არსებობს რომ არ მოეწონოს ადამიანს, არ გაუმესიჯო. აი გაზრდილი ხალხი. სტეფანე, მაო. მე ვიტყოდი რომ ალეკო არის კაი ტიპი, ესეთი კაი ტიპი მომღერალი დადგება, ესეთი თბილისური, კარგი გაგებით ოღონდ რა და ამიტომ მე ვისურვებდი რომ შემდეგ ტურში ვიხილო ალეკო, იქიდან გამომდინარე რომ მეტი მინდა შესაძლებლობები შენ გავნახო. მგონია რომ უფრო მეტი შეგილია ვიდრე ახლა გვანახე. მაო შენ რას ფიქრობ? ჩემთვის ეს არის აი ევროპელი ხულიგანის ტიპაჟ რაღაცა, ციდან 3 მეტრის რაღაც ფილმი როა. აი ძალიან ანუ ეს ენერგეტიკაა ზუსტად ის რომ გოგოებს ძალიან მოწონთ. ძალიან მაგარი ბიჭია. არა, როგორ მღერის ისე რომ შეგვეფასებდა დათო როგორ იმღერა? ძალიან მაგრად იმღერა და ფიქრობ რომ ეს არის ჩემი ყველაზე მაგარი მოსწავლე. სწავლობს ეს კაცი, მე ამ კაცს ვასწავლი და ის გებულობს და ის მერე სცენაზე ამას აკეთებს. კარგი, მოდი ეს ალეკო ცერცაძეა მაყურებელს მიდან შევახედო. აი ეს არის ალეკო ცერცაძე. ეს ტელეფონი ხო იცით რომელია? ჩეოსელის და ლაილაის აბონენტებო, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ 0 9 3 9 3 9 28